მიტფორდის დები ბრიტანელი არისტოკრატები იყვნენ, რომლებიც 1930-იან წლებში ხშირად სკანდალური მიზეზებით გახდნენ ცნობილი. ამ ექვსს უწოდებდნენ ჰერცოგინიას, ფაშისტს, კომუნისტს, ნაცისტს, მწერალს და იმ მეორეს. აბა, რატომ არიან ისინი ასეთი სადავოები? და რატომ გვაინტერესებს ისინი დღემდე ასე ძალიან? შემომიერთით, რომ გავიგოთ. მიტფორდების ოჯახი, საიდანაც 6 მიტფორდის და იყო წარმოშობით, ინგლისში თავის ფესვებს მე-11 საუკუნის ნორმანების დაპყრობამდე მიაკლავს. იმ დროს, როდესაც უილიამ დამპყრობელი საფრანგეთიდან ნორმან რაინდებთან ერთად გადავიდა ინგლისის დასაპყრობად, ოჯახს ხელმძღვანელობდა სერ ჯონ დე მიტფორდი, რომელიც მართავდა მიტფორდის ციხეს ჩრდილოეთ უმბერლენდში, ქვეყნის ჩრდილოეთში, შოტლანდიის საზღვართან. საოცარია, მაგრამ მიტფორდებმა აქ მიწის მფლობელობა შემდეგი 800 წლის განმავლობაში შეინარჩუნეს. დები მიტფორდების მამა იყო დევიდ ბერთრამ ოგილვი ფრიმენ მიტფორდი, ინგლისური არისტოკრატიაში რეცდეილის მეორე ბარონი. ის ცნობილი იყო თავისი ექსცენტრულობით, მაგრამ ოჯახი შედარებით წარმატებული იყო. მაგალითად, მისი დიდი ბაბუა მე-19 საუკუნის დასაწყისში ცნობილი ბრიტანელი ისტორიკოსი იყო. მათი დედა იყო სიდნი ბოულზი, რომლის მამა თომასი პარლამენტის წევრი და ცნობილი მწერალი და გამომცემელი იყო, რომელმაც დააარსა იმ დროის რამდენიმე ცნობილი ბრიტანული ჟურნალი, მათ შორის ორიგინალური ვენითი ფეირი. დევიდს და სიდნის ქორწინების შემდეგ 1904 წელს სულ 7 შვილი ჰყავდათ. უფროსი ნენსი მათი ქორწინებიდან სულ რამდენიმე თვეში დაიბადა. პამელა 1907 წელს დაიბადა, ხოლო მალევე 1909 წლის იანვარში მათი ერთადერთი ვაჟი თომასი გაჩნდა. მათი მესამე ქალიშვილი 1910 წელს დაიბადა. დაიწყო პაუზა, სანამ იუნითი დაიბადებოდა 1914 წლის აგვისტოში, პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, რომელშიც დევიდი საფრანგეთში მსახურობებში ურობდა. ჯესიკა დაიბადა 1917 წელს, ხოლო ბოლოს დებორა 1920 წელს. ტომასი მხოლოდ 30-ის შუახანებამდე იცოცხლებდა, რადგან ის დაიღუპა სამხედრო სამსახურში მეორე მსოფლიო ომის ბოლო თვეებში, 1945 წელს, როცა წყნარი ოკეანის ფრონტზე იბრძოდა. დები კი თითქმის ყველა დიდხანს იცოცხლებდნენ. მათი ცხოვრება მნიშვნელოვნად იყო ფორმირებული მშობლების გავლენით. დევიდი მტკიცედ კონსერვატორი იყო, ხოლო სარა 1930-80-იან წლებში ფაშიზმით იყო გადაცებული. ეს საბოლოოდ გამოიწვევს მათ გაშორებას 1953 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს. მაგრამ როგორც მალე ნახავთ, მიტფორდების ოჯახის პოლიტიკური სკანდალები კიდევ უფრო ღრმად იყო ფესვგადგმული. მიტფორდების დებს შორის უფროსმა დაებმა და აბმა დაამკვიდრეს მათი ინტელექტისა და დისფუნქციის რეპუტაცია. გოგონები საკმაოდ იზოლირებულ გარემოში გაიზარდნენ. ქაოტურად იღებდნენ განათლებას სახლში და იტანჯებოდნენ ორი მშობლისგან, რომლებიც ერთნაირად იყვნენ დისტანციურები და ნევროზულები. შედეგად ნენსი მიიმართა მათი სახლის, ბაცფორდ ჰაუსის დიდ ბიბლიოთეკას. სწორედ იქ ჩამოუყალიბდა პირველად ლიტერატურული მისწრაფებები. ის ბრიტანეთის მაღალი საზოგადოების წევრებს გააცნეს თავის 18 დაბადების დღეზე, 1922 წელს, და ამის შემდეგ ის გახდა მნიშვნელოვანი ფიგურა ომს შორის პერიოდში. დაამყარა მეგობრობა იმ დროის გამოჩენილ მწერლებთან, როგორიც იყვნენ ევლინ ვო და ჯონ ბედჯემანი. ეს იყო მისი როლი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წევრი საეგრეთ წოდებული Bright Young Thingsის შორის. ეს იყო ბრიტანეთის არისტოკრატიასა და მაღალი საშუალო ფენის ახალგაზრდა წევრების ჯგუფი, რომელიც 1920-იან წლებში გახდა ცნობილი. ბრიტანეთში ისინი ისეთივე ცნობილები იყვნენ თავიანთი წვეულებებითა და მძიმე სმით, როგორც მათი მხატვრული და ლიტერატურული საქმიანობით. ამასობაში 1923 წელს მან იქორწინა პიტერ როდზე, სერ რონალდ როდის ვაჟზე, რომელიც ბრიტანელი დიპლომატი და პოლიტიკოსი იყო. ეს იყო უბედური ქორწინება, რომელშიც ნენსი მხოლოდ მას შემდეგ შევიდა, რაც ერსკინ ჰემიშთან, როსლინის გრაფის ვაჟთან, ხანგრძლივი რომანი ქორწინებით არ დასრულდა. ნენსი, როგორც ჩანს, არ იცოდა, რომ ჰემიში გეი იყო და სინამდვილეში ერთ დროს ურთიერთობა ჰქონდა მის უმცროს ძმასთან, ტომთან. ასევე 1930-იან წლებში ნენსიმ პირველად დაიწყო წერა და მიიღო რეგულარული კოლუმნისტის პოზიცია ჟურნალ The Lady-ში, რომელიც მისმა დედის ბაბუამ დააარსა. მან ასევე გამოაქვეყნა თავისი პირველი რომანი სახელწოდებით Highland Fling 1931 წელს, რაც იყო პირველი 8 რომანიდან, რომელსაც ის დაწერდა. 1930-იანი წლების ბოლოსთვის, მიუხედავად იმისა, რომ მათი ქორწინება იშლებოდა და ისინი ოფიციალურად მხოლოდ 1957 წელს გაშორდნენ, ნენსი და როდი ფაქტობრივად ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ 1930-იანი წლების ბოლოდან. მეორე მსოფლიო ომის დროს ნენსი დაახლოვდა ფრანგ ოფიცერთან გასტონ პალევსკისთან, რომელიც ინგლისში ჩავიდა მას შემდეგ, რაც საფრანგეთი ნაცისტებმა დაიპყრეს 1940 წლის ზაფხულში.
მათ შორის ნებიანი რომანი დაიწყო და აშკარაა, რომ ის იყო ნენსის ცხოვრების სიყვარული. ომის დასრულების შემდეგ 1945 წელს ისინი ერთად დასახლდნენ საფრანგეთში და სწორედ აქ დაიწყო ნენსიმ თავისი ლიტერატურული კარიერის მეორე მნიშვნელოვანი ეტაპი. ეს იყო ისტორიკოსის ამპლუაში. 1950-იან წლებში ნენსი მუშაობდა და გამოუქვეყნებლად დატოვა საკმაოდ მაღალშეფასებული ბიოგრაფიული კვლევები მე-18 საუკუნის ისეთ ფიგურებზე, როგორებიც იყვნენ საფრანგეთის მეფე ლუი მე-14, პრუსიის ფრიდრიხ დიდი, მადამ პომპადური და ფრანგი განმანათლებელი ფილოსოფოსი ვოლტერი. სამწუხაროდ მისი ურთიერთობა პალევსკისთან ამ წლებში ვერ გადარჩა და 1960-იან წლებში ნენსი სულ უფრო მძიმედ დაავადდა გიბოთი. ის საბოლოოდ გარდაიცვალა პარიზში 1973 წელს. მრავალი თვალსაზრისით პამელამ 6 მითფორდის დებს შორის ყველაზე ნაკლებად გამორჩეული ცხოვრება გამლა, თუმცა როგორც ნახავთ, მისმა ზოგმა და ძმამ ყურადღება სრულიად არასწორი მიზეზებით მიიპყრო. ის იყო პირადი ცხოვრობით მცხოვრები ქალი, რომელსაც უბრალო სოფლის ცხოვრება უყვარდა და ამის გამო მას 7 მითფორდად და დავიწყებულ დად იცნობდნენ. მიუხედავად ამისა, 1926 წელს მისი ქორწინება დერეკ ჯექსონთან, მდიდარ და პატივცემულ ატომურ ფიზიკოსთან, საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში მოექცა. მით უმეტეს, რომ ჯექსონი ცნობილი ბისექსუალი იყო, რომელმაც საბოლოოდ 6-ჯერ იქორწინა და უამრავ რომანში იყო ჩართული. ის აგრესიულად ეწინააღმდეგებოდა ანტისემიტიზმს. მათ დააკავშირათ ცხენოსნობის სიყვარული, მაგრამ საბოლოოდ 1951 წელს განქორწინდნენ. ამის შემდეგ პამელა ახლო მეგობარი გახდა იტალიელი ცხენოსანი ქალის, სახელად ჯუდიტა ტომასინისი. ფართოდ არის გავრცელებული ეჭვი, რომ მათ შორის სექსუალური ურთიერთობა იყო და თავად პამელა ბისექსუალი იყო. თუმცა ისინი დაშორდნენ 1970-იანი წლების დასაწყისში, რის შემდეგაც პამელა მშვიდად ცხოვრობდა კოტსუოლდში და ლონდონში. 1994 წელს პამელა კიბეზე დაეცა და ფეხში 2 ძვალი მოიტეხა. ოპერაციის მიუხედავად ის ვერ გამოჯამრთელდა და 1994 წლის 12 აპრილს 86 წლის ასაკში საავადმყოფოში გარდაიცვალა. მითფორდების შუათანადები დაიანა და იუნითი უდავოდ ყველაზე სკანდალური იყვნენ. ისინი დედას დაემსგავსნენ, რომლის პოლიტიკური შეხედულებები სკანდალური იყო და რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს უარი თქვა ფაშიზმის მხარდაჭერაზე უარის თქმას. ეს თვისება ასევე ახასიათებდა ერთადერთ მითფორდის ვაჟ ტომს, რომელიც 1920-იანი წლების ბოლოს ბერლინში ვიზიტისას ნაციზმს დაუკავშირდა და რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ან იტალიელებთან, ან იაპონელებთან საბრძოლველად გაგზავნეს, რადგან მან უარი თქვა გერმანელების წინააღმდეგ იარაღის აღებაზე. დიანას შემთხვევაში მისი ფაშიზმთან კავშირი უკიდურესად საჯარო იყო. მიუხედავად იმისა, რომ მან 1929 წელს, როდესაც მხოლოდ 19 წლის იყო, ბრაიან უოლტერ გინესზე იქორწინა, რომელიც მოუენის ბარონობის მემკვიდრე იყო, ეს პირველი ქორწინება მალე დაინგრა მას შემდეგ, რაც დიანამ ოსვალდ მოსლი გაიცნო, რომელიც მასზე 14 წლით უფროსი იყო. მოსლი ბრიტანეთის მცირე არისტოკრატიიდან იყო და 1920-იან წლებში ბრიტანეთის პოლიტიკაში პერსპექტიულ ფიგურად ითვლებოდა. ის 1929-დან 1931 წლამდე რამზი მაკდონალდის ლეიბორისტულ მთავრობაში ლანკასტერის საჰერცოგოს კანცლერის პოსტს იკავებდა. თუმცა ამის შემდეგ მან იმედგაცრუება განიცადა ბრიტანეთის ტრადიციული პოლიტიკის მიმართ და როგორც ევროპის დიდი ნაწილი, უფრო რადიკალური პოლიტიკური იდეოლოგიებით დაინტერესდა. უოლ-სტრიტის კრახისა და დიდი დეპრესიის დაწყების შემდეგ მოსლიმ 1932 წელს ბრიტანეთის ფაშისტთა კავშირი დაარსა. სწორედ ამ პერიოდში შეხვდნენ ერთმანეთს ის და დიანა ბაღის წვეულებაზე. ორივე დაქორწინებული იყო, მაგრამ დიანა მალე მიატოვა თავისი პირველი ქმარი, ხოლო მოსლის ცოლი 1923 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ მათი რომანი თანდათან განვითარდა. ისინი 1926 წელს დაქორწინდნენ ბერლინში, გერმანიის პროპაგანდის მინისტრი იოზეფ გებელსის სახლში. აღსანიშნავია, რომ ცერემონიას ადოლფ ჰიტლერი ესწრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის ფაშისტთა კავშირმა გარკვეული მხარდაჭერა მოიპოვა ბრიტანეთში 1930-იან წლებში, როგორც კი 1929 წლის სექტემბერში გერმანიასთან ომი დაიწყო, ისინი დაშორდნენ. 1940 წელს, როდესაც გერმანიამ დაიწყო დასავლეთ ევროპის ოკუპაცია და შემდგომ ბრიტანეთის დაბომბვა, ოსვალდ და დაიანა მთავრობამ დააპატიმრა. ისინი იქ დარჩნენ 1953 წლამდე. ამ დროისთვის ომმა გერმანიის წინააღმდეგ დაიწყო სვა და ისეთი ფიგურები, როგორიც მოსლი იყო, აღარ ითვლებოდნენ დიდ საფრთხედ ბრიტანეთის შიდა უსაფრთხოებისთვის. კონფლიქტის შემდეგ ის და ოსვალდი ვეღარ ცხოვრობდნენ ბრიტანეთში და საფრანგეთში. გადავიდნენ საცხოვრებლად.
იქ დიანამ ომის შემდეგ მნიშვნელოვანი ლიტერატურული კარიერა განავითარა. რედაქტორობდა ჟურნალს ევროპელი, რომელსაც ფაშისტური მიდრეკილებები ჰქონდა და გარკვეული დროით რეცენზიებს წერდა New Statesman-ისთვის. ის არასოდეს ნანობდა თავის ფაშისტურ წარსულს და გარდაიცვალა პარიზში 2003 წელს 93 წლის ასაკში. დიანას ფაშიზმის მხარდაჭერას იზიარებდა მისი უმცროსი და იუნიტი დაიბადა 1914 წელს და სრულწლოვანებას მიაღწია 1930-იანი წლების დასაწყისში, როცა ევროპის პოლიტიკური ლანდშაფტი სულ უფრო პოლარიზებული ხდებოდა. ის ოთახს იზიარებდა თავის დასთან, ჯესიკასთან, რომელიც მისი იდეოლოგიური საპირისპირო იყო. ერთ-ერთ ეტაპზე, როცა ისინი მოზარდები იყვნენ, ოთახის შუაში ცარცით ხაზი გაავლეს. იუნიტიმ თავის მხარეს ნაცისტური სვასტიკა და ადოლფ ჰიტლერის პორტრეტი დაამშვენა. ჯესიკამ კი კომუნისტური ურო და ნამგალი და ვლადიმირ ლენინის სურათი დაკიდა. როცა იუნიტი სრულწლოვანების ზღვარს მიუახლოვდა, მისი და მას ბრიტანული და გერმანული ფაშიზმის სამყაროში ჩაითრია. დაიანას ურთიერთობა ოსვალდ მოსლისთან. 1923 წელს, როცა იუნიტი მხოლოდ 19 წლის იყო, დებმა ნაცისტური პარტიის შეკრებას ნიურნბერგში დაესწრნენ. ეს იყო პირველი დიდი ღონისძიება მას შემდეგ, რაც ნაცისტურმა პარტიამ გერმანიაში ძალაუფლება ჩაიგდო ხელში. მომდევნო წელს იუნიტი გერმანიაში დაბრუნდა, რათა მიუნხენში ენის სკოლაში ესწავლა. თუმცა მისი ნამდვილი მიზანი, როგორც ჩანს, ადოლფ ჰიტლერთან პირადად შეხვედრა იყო. მიზანი, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ აისრულა. ცხადია, რომ იუნიტი ცდილობდა ნაცისტი დიქტატორის მოხიბლას, რომელიც მასზე 25 წლით უფროსი იყო და 1935-1936 წლებში ყველანაირად ცდილობდა მისი კეთილგანწყობა კიდევ უფრო მოეპოვებინა. ეს მცდელობები საბოლოოდ უშედეგო აღმოჩნდა, რადგან 1930-იანი წლების შუა პერიოდში ჰიტლერის ურთიერთობა ევა ბრაუნთან უფრო სერიოზული გახდა, თუმცა იუნიტი მაინც ნაცისტური ხელმძღვანელობის შიდა წყის წევრი გახდა. 1936 წლისთვის მისი მძაფრი ანტისემიტიზმი, რომელიც აღემატებოდა მისი ოჯახის სხვა წევრების, როგორიცაა დაიანა და ტომი, ანტისემიტიზმს აშკარა იყო და მისი გერმანიაში საქმიანობის გამო მასზე მეთვალყურეობას აწარმოებდა MI5. როდესაც 1929 წლის სექტემბერში ომი დაიწყო, ჰიტლერმა ურჩია იუნიტისა და მის დას დაიანას, რომ ისინი ბრიტანეთში დაბრუნებულიყვნენ. იუნიტი განადგურებული იყო და თავი მოიკლა თავის არეში გასროლით. ჰიტლერმა გადაიხადა მისი სამედიცინო ხარჯები და იუნიტიმ ნაწილობრივ მოახერხა გამოჯანმრთელება. იუნიტი საბოლოოდ დაბრუნდა ინგლისში 1940 წლის დასაწყისში, თუმცა მისმა ტრავმებმა გამოიწვია ტვინის დაზიანება, რისგანაც ის სრულად აღარასდროს გამოჯანმრთელებულა. იქ მოხდა მისი ისტორიის ყველაზე საინტერესო ნაწილი, რადგან მიიჩნევა, რომ იუნიტი შევიდა სამშობიარო კლინიკაში და შესაძლოა მალევე შვილი გააჩინა, რომელიც შემდეგ შვილად აყვანისთვის გააშვილეს. ამასთან დაკავშირებული ჩანაწერები ძალიან ბუნდოვანია და ეს თავის მხრივ 10 წლების განმავლობაში სპეკულაციების ზრდას უწყობდა ხელს. ამ ერთიანობამ ჰიტლერის შვილი გააჩინა, რომელიც მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში სადღაც ბრიტანეთში ცხოვრობდა. ალბათ საკუთარი წარმომავლობის შესახებ არც კი იცოდა. თუმცა ამ ვარაუდის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულება არ არსებობს და თუ უნიდიმ ომის დროს შვილი გააჩინა, დიდი ალბათობით მისი მამა იყო ჯონ ენდრიუსი, სამეფო საჰაერო ძალების პილოტი, რომელთანაც ამ პერიოდში მოკლე ურთიერთობა ჰქონდა. უნიდის ჯანმრთელობა 1940-იან წლებში გაუარესდა, რაც გამოწვეული იყო 1939 წელს მისი თვითმკვლელობის მცდელობის შედეგად განვითარებული გართულებებით. ის გარდაიცვალა 1958 წელს 33 წლის ასაკში, მენინგიტით, რომელიც თავის ტვინში ტყუის გარშემო განვითარებულმა შეშუპებამ გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ დაიანა და უნიტი 1930-იან და 40-იან წლებში ღიად იყვნენ დაკავშირებულნი ბრიტანულ და გერმანულ ფაშისტებთან, მათი უმცროსი და ჯესიკა იდეოლოგიურად სრულიად საპირისპირე პოლიტიკურ შეხედულებებს იზიარებდა. მან მძაფრად გააპროტესტა თავისი კონსერვატიული და არისტოკრატული აღზრდა და გმობდა მშობლების პოლიტიკურ შეხედულებებს. პროტესტის ნიშნად 19 წლის ასაკში მან იქორწინა თავის მეორე ბიძაშვილზე, ესმონდ რომილიზე, რომელიც ახლახან დაბრუნდა ესპანეთის სამოქალაქო ომში კომუნისტებთან მსახურების შემდეგ. 1930-იანი წლების ბოლოს ისინი გარკვეული დროით ჩრდილოეთ ამერიკაში ცხოვრობდნენ, მიუხედავად მათი წარმომავლობისა მუდმივად ფულის ნაკლებობა ჰქონდათ. როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, მან კანადის საჰაერო ძალებში ჩაიწერა, მაგრამ 1941 წლის ნოემბერში ბრძოლაში დაიღუპა, როდესაც მისი თვითმფრინავი გაუჩინარდა ბომბდასხმიდან დაბრუნებისას დანსისტურ გერმანიაზე. ჯესიკას ცხოვრების მეორე თავი 1953 წელს გაიხსნა, როდესაც მან ამერიკელ სამოქალაქო უფლებების ადვოკატ რობერტ თროუჰოფზე იქორწინა. ისინი კალიფორნიაში გადავიდნენ, სადაც ჯესიკა მომდევნო წელს ამერიკის მოქალაქე გახდა.
იქ ორივე ამერიკის კომუნისტურ პარტიას შეუერთდა, რის გამოც 1950-იან წლების შუა პერიოდში სენატორ ჯოზეფ მაკ-კართის წითელი შიშის პიკზე მათ არამერიკული საქმიანობის კომიტეტის წინაშე მოუწიათ წარდგენა. თუმცა სწორედ 1960-იან წლებში დაიწყო ჯესიკას პოპულარობის ზრდა, როდესაც ის ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საგამოძიებო ჟურნალისტად იქცა. ის ამხელდა ყველაფრის ბნელ მხარეს, ამერიკის სამგლოვიარო ბიზნესიდან დაწყებული ამერიკული ციხეების სისტემის ადრეული გამოძიებებით დასრულებული. მან დაწერა მრავალი წიგნი, მათ შორის ავტობიოგრაფია სახელწოდებით „მე ამბოხეებზე“, სადაც დეტალურად აღწერა თავისი ოჯახის უცნაური პოლიტიკა და წარმომავლობა. სხვა ყველაფერთან ერთად ჯესიკა მიტფორდი შეაქეს ისეთი ფიგურებმა, როგორიც არიან ქრისტოფერ ჰიჩენსი და ჯეი-კეი როულინგი, ჟურნალისტიკაში მისი მამაცური პოლიტიკური შეეტიკური შეხედულებების გამო. ის საბოლოოდ გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი 1986 წელს, 78 წლის ასაკში. მიტფორდის დებს შორის ყველაზე უმცროსმა დებორამაც თავადაც გამორჩეული ცხოვრება განვლო. თუმცა ალბათ მისი ცხოვრება მაინც ფერმკრთალდება ზოგიერთი მისი უფროსი, დის კარგი და ცუდი საქციელების ფონზე. 1951 წელს მეორე მსოფლიო ომის პიკზე მან იქორწინა ლორდ ენდრიუ კავენდიშზე, რომელიც იყო დევონშირის მეათე ჰერცოგის ვაჟი, ბრიტანეთის არისტოკრატიაში ერთ-ერთი უძველესი და უმდიდრესი საგვარეულოს წარმომადგენელი. და ჩატსვორთ-ჰაუსის ლორდები, ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არისტოკრატული მამულის მფლობელები ფიკის რაიონის შუაგულში. დებორას მთავარი მიზეზი ცნობადობისა შედარებით ნაკლებად საკამათო იყო, ვიდრე მისი ზოგიერთი დაძმის შემთხვევაში. ის გახდა ჩატსვორთ-ჰაუსის საჯარო სახე და ზედამხედველობდა მის განვითარებას ინგლისის ერთ-ერთ საუკეთესო არისტოკრატულ რეზიდენციაციად, თავისი ბაღებითა და ტურისტული სერვისებით. ამასთანავე ის მფარველობდა ჩატსვორტის უზარმაზარი მამულის პერიფერიაზე მდებარე რამდენიმე პატარა სოფლის განახლებასაც. მან დაწერა რამდენიმე წიგნი ჩატსვორტზე, მის ისტორიასა და დღევანდელ მდგომარეობაზე. ასევე ხელმძღვანელობდა თავად ამ უზარმაზარი სახლის განახლებასაც. შედეგად ჩატსვორთ-ჰაუსი დღეს ჩრდილოეთ ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად ითვლება. პოლიტიკურად ის უფრო ჯესიკას პოზიციებს იზიარებდა და 1980-იან წლებში გახდა კიდეც მემარცხენე, თუმცა ხანმოკლე, სოციალური დემოკრატიული პარტიის წევრი. როდესაც დებორა 2014 წელს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა, მიტფორდის დების ისტორია თავისი ყველა წინააღმდეგობითა და საინტერესო მოულოდნელობებით დასრულდა, ნენსის დაბადებიდან 100 წლის შემდეგ, 1904 წელს. დიდი მადლობა ყველას, რომ უყურეთ ამ ვიდეოს მიტფორდის დებზე. იმედი მაქვს თქვენთვის საინტერესო იყო. თითოეულ დებს ალბათ საკუთარი ვიდეოც კი შეიძლებოდა გქონოდათ. ასე რომ თუ გსურთ უფრო დეტალური ვიდეოები, აუცილებლად მაცნობეთ და თუ სხვა შემოთავაზებებიც გაქვთ, კომენტარებში დაწერეთ. იმედი მაქვს, რომ გამოწერილი გაქვთ არხი და შეტყობინებები ჩართულია, რათა ჩემი ყველა ვიდეო მაშინვე მიიღოთ, როგორც კი ავტვირთავ. ეს იყო ყველაფერი ჩემგან და შევხვდებით შემდეგ დავიწყებულ ცხოვრებაში. გმადლობთ!